Salmebi პირდაპირ ეთერში ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შავა ნათელაშვილი. შავა იყო ერთადერთი თუ არ ვცდები პოლიტიკოსი, რომელიც კვირას ჩავიდა, როდესაც ეს ამბები ხდებოდა პანკისში ადგილზე. საღამოშიდობისა ბატონო შავა, დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობა. შეიძლება მე ვცდები, მაგრამ გამახსენდა რომ თქვენი კადრი რა თქვენი განცხადებებიც მოვისმინე სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა როგორც ჩანს თავის შეიკავეს იმ დღეს ადგილზე ჩასულიყვნენ. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება თქვენ და როდესაც ხელისუფლება აკეთებს ხოლმე შემდეგ ასეთ განცხადებებს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ან გარკვეული ძალები, მოდით უფრო ზუსტად ვიტყვი, ცდილობენ პანკისში სიტუაციის არევას, ამით ხომ არ აძლევთ ხელში დაუშვათ აი ამ ბრალდების საშუალებას, რომ დაგესხან თავს, რომ გარკვეული ძალები არიან დაინტერესებულები იქ ადგილზე სიტუაციის არევით. ინგა, ეს ისეთი ვითარება, როდესაც საკუთარ თავზე ფიქრის დრო არ არის. ჩვენ გადავჭით ძალიან დიდ უბედურებას. საკმარისი იყო ერთი გვამი, ერთი ცხედარი და 2 საათში რუსეთის სპეცრაზმი გადმოკვეთდა საჰაერო საზღვარს, დესანტი დაიკავებდა პანკისის ხეობას და მინიმუმ მატანის შემდეგ ჩვენი ფეხი იქ ამოიკვეთებოდა. ამას ყველაფერს დაასაბუთებდა პუტინი და მედვედევი ცნობილი პოსტულატით, რომ კავკასიელ ხალხთა უსაფრთხოების გარანტი არის რუსეთი და რუსეთმა შეასრულა თავისი ინტერნაციონალური მოვალეობა, ხოლო დანარჩენი მსოფლიო დაგმობდა აღნიშნულ მოქმედებას, რა თქმა უნდა, აუცილებლად დაგმობდა, მაგრამ ვერაფერს ვერ გააკეთებდა, რადგანაც რუსეთისათვის ეს ჩვეულებრივი გავლა გამოვლა იქნება და რაიმე ახალი მათ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ბიოგრაფიაში არ შევიდოდა და ჩვენ დავიქცეოდით კიდევ, დავინგრეოდით და გაგრძელდებოდა საქართველოს შაგრენის ტყავივი დალევა. ჩვენ გადაგვარჩინა ღმერთმა და დიდი მადლობა უთხრა მინდა მე მილიციას, პოლიციას, სპეცრაზმელებს და მოსახლეობას, რომ ერთმანეთი დაინდეს კავკასიური წესების შესაბამისად და იქ მართლა არ დაიღვარა სისხლი, რაც ჩვენ მტრებს ჰქონდა გათვლილი და ამ შემთხვევაში ჩვენი მტერი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი თავისი გუნდით, რომელმაც გასცა განკარგულება, რომ შესულიყო ჰესის დაწყების მოტივირებით სპეცრაზმები და პოლიცია ხეობაში, მაშინ როდესაც აი ეს სქემა, რაც მე ახლა კარგად მოგახსენეთ, ძალიან მშვენივრად მოეცენებათ, რომ კადიროვი და პუტინი ჩასაფრებული არიან, ერთი სული აქვთ აქ შემოიყვანონ კავკასიელ ხალხთა დაცვის საბაბით თავისი შერეღებული ძალები და კადიროვის სპეცრაზმი სწორედ არბევდა ლიახვის ხეობას და სწორედაც ბრძანდებოდა ცხინვარში. ჩვენს ძალიან კარგად გვახსოვს 2008 წელს და ამის გამეორებას აპირებდა ბიძინა ივანიშვილი და მისი კამარილია რუსეთის სპეცსამსახურებთან შეთანხმებით. მინიმუმ ეს იყო გათვლილი. ხოლო ეკონომიკური გათვლების მიხედვით მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის საქართველოში დამანგრეველი ჰესების მთელი ინფრასტრუქტურა, რაც აშენდა და რაც აშენდება, ის ამზადებს მომავლისათვის უცხოდ მილიარდების წყაროს საკუთარ ხაზინაში, ამისათვის გააფორმა ხელშეკრულებები სახელმწიფოსთან და 2035 წლამდე აი სულ რომ დამთავრდეს დენის საჭიროება დედამიწაზე და კაცობრიობა გადავიდეს ახალ ალტერნატიულ ენერგიაზე, ჩვენ უნდა უხადოთ ბიძინა ივანიშვილს, კალაძეს, უტას, ბერას, კვირიკაშვილს და მთელ ამ კამარილიას ის ფასი, რომელიც გამომუშავების ფას აჭარბებს ასჯერ და ბატონო შავა, თუ შეიძლება შეკითხვას დაგისვამ დიდი ბოდიში. აი თქვენ ახლა ახსენეთ ჩვეულ სტილში დამანგრეველი ჰესები. მაშინ როდესაც ჩვენ საუბრობთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე, ენერგოუსაფრთხოებაზე, აი ასეთი განცხადებები, ჰესები დამანგრეველი, რას მივიღებთ, რას მივაღწევთ? თუ არ აშენდება დაუშვათ ხო ჰესები, სულ უნდა ვიყოთ მაშინ მიბმული სხვაზე. როგორ წარმოგიდგენთ გენიათ ჰესების არარსებობის შემთხვევაში, არაშენების შემთხვევაში ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. მაშინ ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ძალიან საზარელი სურათი, როდესაც საქართველოს ადგილას იქნება გუბეების შეერთებული ნაკრები და გადავხტებით მთიდან მთაზე ან მალაიზიელები და ფილიპინელები რომ მიცურავენ კუნძულიდან კუნძულზე. აგეთი ცხოვრება მოგვიწევს. ჩვენ უკვე ვნახეთ ეს მაგალითი ჭოროხის ხეობაში, სხვადასხვა პირველი სპეცრაზმი ივანიშვილმა და კალაძემ გამოიყენეს სწორედ
შუახევის რაიონში, როდესაც მოსახლეობა აღსდგა ამ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ და მიაღწიეს შედეგს მოსახლეობის პროტესტები ჩაცხრა მაშინ, ასე რომ პირველად არ გაუკეთებიათ ეს რაც ბანკში მოხდა და რაც მთავარია, ჩვენ არავითარი ენერგო მოთხოვნადი ქვეყანა არა ვართ. ფაბრიკები არ შენდება, ქარხნები არ შენდება, არსებული იხურება, ჯართად გადის და თურქეთში მიდის, რა ქვია, მეტალურგიაში გადასადნობად. მოსახლეობას მაცივრების და კონდიციონერების ყიდვას კი აუგრძალეს, განვადებას და კრედიტს არ აძლევენ. ამდენად დენის მოთხოვნილება ჩვენს ქვეყანაში არ არის ისეთი კატასტროფული და ისეთი ზრდადი, რომ ამას შევწიროთ ჭოროხის ხეობა, არაგვის ხეობა, ენგურის ხეობა, პანკისი, ალაზანი და ყველაფერი. ანუ განსხვავებით ჩვენი წინასწომრებისგან, გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს, თქვენ ჰესების წინააღმდეგ გამოდიხართ. განსხვავებით წინასწომრებისგან, დიახ, ბრძანეთ. ინგა გაითვალისწინეთ, რომ თქვენი რეპლიკები გვიან მომდის, მე ცოტა გვიანდება სიგნალი, ამიტომ შეიძლება რეაქცია ვერ იყოს ტრადიციული, მაგრამ გაუგებთ ერთმანეთს ტრადიციულად. ამიტომ რახან ელექტროენერგიის მოთხოვნილება ქვეყანაში არ არის, ანუ ზრდადი კოეფიციენტები არ არის გამოკვეთილი, რჩება ერთადერთი არგუმენტი იმისა, თუ რატო გვანგრევს ბიძინა ივანიშვილი. ბიტკოინების ქარხანა გლდანში და გორში, სადაც უზარმაზარი ელექტროენერგია საჭირო და საიდანაც შემდგომ ციდან ჩამოდის მილიარდები ბიძინა ივანიშვილის ოძახში. ეს არის კრიპტოვალუტა, ეს არის ბიტკოინები, ეს არის მომავლის ვალუტა. აი ამას ჭირდება ძალიან დიდი დენი და როდესაც ანგრევს ჩვენ თებს და აშენებს ეგრეთ წოდებულ ჰესებს, აქ საერთოდ არ არის გათვალისწინებული რუსთავის მეტალურგიის აღორძინება, აზოტის აღორძინება, გემს მშენებლობის აღდგენა, ელბაუმის მშენებლობის აღდგენა, საავტომობილო მრეწველობის აღდგენა, ჩარხების გამოშვების აღდგენა, ტექნოლოგიების შემოტანა, არც ერთ შემთხვევაში ეს არის ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე მილიარდებზე გათვლილი პროექტი და მთელი სახელმწიფო, მათ შორის პოლიცია, მათ შორის სპეცსამსახურები, სამინისტროები, საზოგადოება უნდა გადაიქცეს ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს სეგმენტად, მისი უსაფრთხოებისა და ინტერესების გარანტა და სწორედ ეს მოხდა აი ამ დღესაც, როდესაც შეიყვანეს პოლიცია და შეერღებული ძალები მშვიდობიან პანკიში და აი ეს საშინელ ტრაგედიას გვიმზადებდნენ და გვიტრიალებდნენ და სადაც რა საოცარი დამთხოვა ინგა ეს იყო დღე ბზობის, როდესაც ქრისტე დიდებით შევიდა იერუსალიმში და ივანიშვილი სპეცრაზმით შევიდა ამ დღეს პანკიში. აი ამისი ქრისტიანობა და რა გვინდა ამის მოხატული ფრესკები, რა გვინდა ამის გადარჩენილი ეკლესიები. სატანა შემოესია, სატანა მიწისახით ჩვენს ქვეყანას. საღდრისი აფეთქა კაცმა. საღდრისის ნაცვლად რა უნდა მოგვიხატოს, რა უნდა აგვიშენოს. მე კიდევ ერთხელ მიმართავ საპატრიარქოს, უწმინდეს, მუხლმოდრეკილი, არ მიიკაროთ ეშმაკი, არ გინდათ ამის ვერცხლი, არ მოახატინოთ არაფერი, არ დაუჭიროთ მხარი, არ დაანგრევინოთ ქვეყანა. ნუ გავიყიდებით ფულზე. სულიერები მაინც. ბატონშავა. სულიერების მსახურნი მაინც. ბატონშავა, ასეთი კითხვა მინდა დაგისვა. ჰესები. დიახ, დაასრულეთ. აი, ჰესებზე მაინტერესებდა თქვენი პოზიცია. ჩვენი წინასწომრები აფიქსირებდნენ ასეთ პოზიციას, რომ ჰესები უნდა აშენდეს. თქვენ ხართ კატეგორიულად წინააღმდეგი ამისი, ანუ? ჰესების მშენებლობა ჟერგეთი კარნახობს ეკონომიკა. როდესაც ეკონომიკა განვითარდება და ამუშავდება, ის თვითონ მოითხოვს იმ სეგმენტის ენერგო რესურსებისა და გენერაციის ობიექტთა მშენებლობას, რაც მას სჭირდება. შესაბამისად, აი ეს მასობრივი დატბორვის გეგმა ნამდვილად არ არის ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ხალხის მოთხოვნა. ანუ ხართ წინააღმდეგი. რამდენ ჰესს აშენებენ? იმ ხადორზე, იმ ალაზნის სათავეში ორი ჰესი ხო აშენეს, ეხლა სამის აშენებას აპირებენ. შესაბამისად, სადაც დაგუბებითი ჰესების შენდება იწყება მეწყერები, აგერ გუდამაყარში ჰესი არ აუშენებიათ, ელექტრობოძი დადგეს და უკვე კიტოხი ექცევა მიწის ქვეშ, მეწყერი დაიწყო. თელი აჭარა და ენგურის ხეობა დამეწყნილია, სად იყო სვანეთში ზვავები ადრე დანესტიან და იმ ენგურხესის შედეგად და შესაბამისად დაიწყო თოვლმა ცურვა მთის ფერდობებზე. ამიტომ 70-იანი წლების ბოლოს ევროპაში აღარ აშენებულა დიდი ჰესები. შეწყდა პატარა ჰესების მშენებლობას შესაძლებელია ჩვენ შევეგუოთ იმ შემთხვევაში, თუ პატარა მასშტაბის ჰესი არის რეალურად საუბარი, რომ ვიყოთ ეხლა ობიექტურები, ვთქვათ, რომ ეს არის მაინც პატარა მასშტაბის ჰესზე, ხო აქ საუბარი? გეტყვით, პირველი
პატარა ჰესების მშენებლობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩატარდება რეფერენდუმი, ადგილობრივი პლებისციტი და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა 2/3 იქნება თანახმა. თუ მოსახლეობა არის წინააღმდეგი, იქ არავით არის ჰესი ევროპული პრაქტიკით, რომლის კონვენციების წევრი ჩვენ ვართ და ვიზიარებთ მათ მიდგომებს, მათ შორის ეკოლოგიაში, არ შეიძლება აშენდეს. თქვენ განახათ ერთი რა ადგილას ჭრიდნენ იმ არხს და რა ადგილას აშენებდნენ ეგრეთ წოდებულ ჰესინგა. ეს არის ადგილი, სადაც მოსახლეობას გაყავს ძროხა დასამწყულებლად. იმიტომ რომ ძროხამ თუ არ დალია დიდი რაოდენობის წყალი მზეს არ იძლევა მოგეხსენებათ. ეს არის ადგილი, სადაც უნდა სარწყავად გამოიყენონ, სადაც უნდა ითევზაოს ხალხმა. აბა თუ ალაზანი არ იქნება და ჩავარდება მიწისქვეშ იმ მილებით, საიდან მოიტანს ეს ფაშფასიებული მთავრობა ალაზნის ლოკოს კინძმაში რო უყვართ? ან საიდან შეჭამენ იმ ოქროს წინწყლებიან კალმახს? თავარი აქ ის არის, რომ ხალხის ადგილობრივების პოზიცია უნდა იქნას ყოველთვის გათვალისწინებული. ეს არის ცალსახა და უშინინო ჟიჟილაშვილთან პანკისელები ამბობდნენ, რომ კი ჩამოდიოდნენ ეს მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ ისინიო ძირითადად საკუთარ პარტაქტივს ესაუბრებოდნენ. ბატონო შალვა, ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ, აი თქვენც ნიკამელიასაც იგივე ვთხოვე, ერთი წამით გვერდით გადადეთ თქვენი რადიკალური პოზიცია ამ მთავრობის მიმართ. ფაქტია, რომ კრიზისულია სიტუაცია, ფაქტია, რომ დილემის წინაშე დგას დღეს ხელისუფლება, პასუხისგებაზე მან დადო პირობა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომ პასუხისგებაში მისცემენ ყველას აქეთა თუ იქითა მხრიდან, ვის გადაცდომასაც ჰქონდა ადგილი ან ვინც მონაწილეობდა ამ დაპირისპირებაში. თქვენ როგორ ხედავთ ამ დილემიდან მოსავალს? ეხლა მე გეტყვით, ეხლა კიდევ ოპონენტები დაიწყებენ ღავღავს და ჟივჟივს, რომ რადიკალი ვარ და ასე ვთქვათ ექსტრემისტულ აზრებს ვქადაგებ. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ აი როგორ გვემართება, იცით, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი საკითხს სვავს, რომ ამ პოლიციის და სახელმწიფოს პრესტიჟი ამ ყველაფერი დაიქცევა, იმიტომ რომ თურმე ის ბებიები და არასრულწლოვანი ბავშვები არ დაიჭირეს პანკიში, რომლებიც ქვების სროლაზე გადაიყვან ამ ხელისუფლებამ. ის ხალხი ქვების სროლაზე მარტო ჰესების გამო კი არ გადავიდა. გადავიდა იმის გამო, რომ 150 ფაბრიკა ქარხანა არ აშენდა, პენსიები არ გაიზარდა, სამუშაო ადგილები არ გაიხსნა, საბაგო პროცენტმა არ დაიწია, უფასო ფული ვერავინ ნახა. ეს იყო სოციალური ბუნტი საქართველოს მოქალაქეების, მაგარი ქართველების, პანკისელები, მაგარი ქართველებია. პანკისელები საქართველოს იცავდნენ იქ, ემგურს იცავდნენ, საარაგოს იცავდნენ, ალაზანს იცავდნენ, ჭოროხს იცავდნენ, თელ საქართველოს იცავდნენ, თელ საქართველოს საქმე გააკეთეს. დიდი ქართველები ისინი დღეს, ისევე როგორც თავის დროზე ყველაზე დიდი ქართველი იყო აბოთპილელი, რომელიც ეწამა ქრისტიანობის გამო. ეს ის ხალხია, რა სისულელეა, ყვავი ნებსვეჯი და ბოლოს არიდებდაო. ყოველდღე ჩვენ სახელმწიფოებრებას ზედა აფურთხებს ივანიშვილი და მისი კამარილია. ყოველდღე მიყავთ ხალხი ცხინვალის ზონიდან, ემგურის ზონიდან, იზოლატორებში, 4 ზოლია მოგვიკლეს, ტატუნაშვილი მოგვიკლეს. კაცი ვერ გასულა თავის ბაღში, მიწა ვერ დაუბარია და უცბად ხდება იზოლატორში. ერთხელ ვერ მოიწვიეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომ რუსეთის აგრესიული მოქმედებები განეხილათ. არიან შერცხვენილები, თავლაბ დასხმულები, სახელმწიფო დაგვიშალეს და ეხლა გაახსენდათ სახელმწიფოს პრესტიჟი და მისი აღმოტებულება იმ საწყალ ხალხთან, იმ მებრძოლ ხალხთან, რომლებიც ქვებით იცავდნენ თავს. რომელი უნდა დაიჭირონ ახლა იქ ყველა ქვებს ისურო და მე მაინტერესებს. რაში ხედავთ? მაშინ ყველა უნდა დავიჭიროთ პანკიში და ტერიტორია მოვასუფთავოთ და მე ვინ უნდა დასახდეთ იქ მე არ ვიცი, მაგრამ ეს ხო გამორიცხულია, ეს ხო სისულელია. შესაბამისად, მე მართალია ბიძინეველიშვილმა ისაც არის ის, რომ ყვარყვარე თუთაბერი კაკაბაძემ დაწერა პოლიკარპემ და არა ჯავახიშვილმა, მაგრამ მე მინდა მის კამარილიას შევახსენო ადამიანის უფლებათა დეკლარაცია 1948 წლის ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და საფრანგეთის მე-18 საუკუნის ბოლოს მიღებული დეკლარაცია. თუ ხელისუფლება, თუ მთავრობა არ ითვალისწინებს ხალხის ინტერესებს, ჩაგრავს მას და ძალადობს მასზე, ხალხს უფლება დაამხოს ასეთი ხელისუფლება. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის იმ საერთაშორისო ნორმების პრინციპები, რომელსაც შეერთებულები ვართ. მათი დამხობის ჟამი ახლოვდება. აი დღეს შემოლობაში თქო, რაში ხედავთ კონკრეტულად ამ დამხობამდე რომ არ მივიდეთ და ამ კონკრეტულ შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ, რაში ხედავთ კრიზისიდან გამოსავალს? 2 წუთი დაგვრჩა ჩვენ და მე არ შეგაწყვეტინებ ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი. არავით არის, კარგი თუ დამემატებთ 1 წუთს კარგი იქნება. არავით არის კრიზისიდან გამოსვლა საჭირო არ არის.
ჩვენ გადავრჩით სერიოზულ სახელმწიფოებრივ ტრაგედიას. ხელისუფლებამ სამუდამოდ უნდა დაივიწყოს ჰესის მშენებლობა პანკისში და ჰესის მშენებლობები სხვა რეგიონებში. სამუდამოდ დახუროს ივანიშვილმა ეს თავისი ყაჩაღური ენერგო ბიზნესი, ეს ერთი და უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც გასცა განკარგულება, რომ მშენებლობის დაწყების პროცესში შერეღებული ძალები ჩართულიყო. თქვენ გაგიგიათ სოფლიოში სადმე, რომ თუნდაც აი დიქტატორ პინოჩეტის დროს, რომელმაც დახვრიტა უამრავი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, ერთი ტანკი, ერთი ბეტერი, ერთი ჯარისკაცი თუ გამოუყენებია ბიზნეს პროექტების განახორციელებისას. როგორ შეიძლება იქ პოლიციის მიშვება, სასამართლოს გადაწყვეტილება, ხალხი ტყეშია გავარდნილი და ქვევეხებს ისმის თუ რა საჭირო იყო იქ პოლიციის მისვლა. დაუშვებელი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ამგვარი ძალით ეგრეთ წოდებული აღსრულებისა და სამუშაოს დაწყების პროცედურები და შედეგების მივიღეთ ძალიან ცუდი და შესაბამისად არავითარი პასუხისმგებლობა იმ ხალხს დაივიწყონ ეს სამუდამოდ და პასუხი უნდა აგოს პოლიტიკურად იმ პირებმა, იმ მინისტრებმა, ვინც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, სამარცხვინო დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, უნდა აგონ პირველ რიგში პოლიტიკურად პასუხი და მე რამდენიმე თვეში ივანიშვილის რეჟიმს რო დავამთავრებთ, ივანიშვილის საბრალებო დასკვნაში პანკისის ეპიზოდი იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი, როგორც წარმოუდგენელი დანაშაული საქართველოს, კავკასიის და ჩვენი მომავლის წინააღმდეგ. აი დღეს მარტვილში ინგა დაგზალეს ჩემი მოსახელე შალვა 15 წლის თავი მოიკლა ბავშვმა, იმიტომ რომ შიმშილს ვერ გაუძლო, თავმოყარე ბიჭი იყო და ნისიებში თავისი გვარი დატოვა სკოლის ბუფეტში, ნისიებში და მილიარდელები მართავენ ქვეყანას, მილიარდებს ქაფავენ და ის ვერ მოიფიქრეს, ის ვერ გააკეთეს, რომ სკოლებში უფასო სადილი შეიტანონ, როგორც ეს ხდება ავსტრიაში, საფრანგეთში და ევროპაში და ყველა ბავშვმა ყველა ვიტამინი მიიღოს შესვენების დროს თავისი წვლილი, რაც მოზარდის განვითარებისთვის არის აუცილებელი. 10 ჯიპი არ იყიდოთ, 10 ჯიპი თვეში და ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ჩვენ ბავშვები შიმშილის გამო არ მოხოცებოდეს, არ გვევამტყობდებოდეს, არ გვიმახინჯდებოდეს და არ ვკარგავდეთ 77,000 ახალგაზრდას, რომელიც შიმშილობს გაერო სტატისტიკით და 300 შვილ ბავშვს კიდევ, რომლებიც იხოცებენ იმის გამო, რომ კალორიები აკლიათ და იგივე ტაქსისტების საკითხი, ტაქსისტების რევოლუცია გრძელდება. თვითონ მოითხოვეს იქ გარკვეულმა ჯგუფმა, რომ პარტიები არ გვინდა და ეხლა ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებას კალათზესთანო. ჩვენ ველოდებით საკმარისი არ დაუკმაყოფილონ ტაქსისტებს მოთხოვნა და თეთრად გადაღების ვალდებულება გახადონ სავალდებულო ნორმა და მიიღებს ივანიშვილი იმ რევოლუციას, რომელიც პანკისიდან ვერ მიიღო. ერთად დაველოდოთ, როგორ განვითარდება ტაქსისტების პროცესები. უნდა დავასრულო ბატონო შალვა, ზუსტი დრო მაქვს გაწერილი და ერთი წამი რა. როცა ინგა, ჩვენ როცა აუვარდით ივანიშვილს 1000ობით ტაქსისტი, ავტომანქანა და ხალხი სასახლიდან გაიქცა სამარცხვინო და პატრიარქის კალთა შეაფარა თავი. ყოველთვის ვერ შეაფარეს პატრიარქის კალთას თავს. ხალხს დაანებონ თავი. ხალხს აცალონ ცხოვრება და აცალონ სიცოცხლე. არა და საოცარი ის გახლავთ კიდევ რომ 22 აი ეს რიცხვი, როცა პანკისში ტრაგედიას გვიტრიალებდა ივანიშვილი, არის ვლადიმერ ლენინის დაბადების დღე, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის 20% გადასცა თურქეთს, ტაო-კლარჯეთი, რომელიც ოკუპანტი იყო ჩვენი. ეს არის გენერალ ლებედის დაბადების დღე, რომელმაც დაგხოცა 9 აპრილს თბილისში, რომელსაც აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელმაც აფხაზეთში მიაღწია ჩვენს სისხლს და აფხაზეთის დაკარგვაში მისი ლომის წვლილია და ეთყობა ბიძინა ივანიშვილს უნდოდა 22 აპრილს მიელოცა აი ამ გზით ლენინისა და ლებედისათვის, მაგრამ არ გამოუვიდა, გაიმარჯვა ქართველი და ჩეჩენი ხალხების სიბრძნემ, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, ერთად იცხოვრებენ და აი ამ შაბნელ ისტორიის ფურცლებს ჩააბარებენ მოუსავლეთში პოლიტიკურ. მადლობა ბატონო შალვა, დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი საუბრობდა, შალვა ნათელაშვილი პირდაპირ ეთერში. ახლა